მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ პროგრამას, რომელიც მუშაობს დისკებზე. და ეს აღმოვაჩინეთ, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან საიტად, ალბათ, ფაილჯიზე. ეს არის პროგრამის 4 და 3 ვერსია, როგორც ჩანს, ის არის ახალი ამ ეტაპზე ბოლო ვერსია, რომელიც კი შეიძლება, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ. არქივს, რომელიც ფაილჯიზე არის, მოყვება როგორც პორტაბელური ვერსიები, ასევე საინსტალაციო ფაილჯი გამოირჩევა ხოლმე ეგეთ რაღაცების. მოდი ახლა ამოვა არქივოთ და უკეთ გავიგებთ. რაც შეეხება მის ოფიციალურ ვებგვერდზე, პროგრამა რა თქმა უნდა ფასიანია. არსებობს უფასო ვერსიას, მაგრამ მას რა თქმა უნდა გარკვეული შეზღუდვები აქვს. შეზღუდვები აქვს, როგორც პირველი რაც შევამჩნიე, ეს არის მისი სისწრაფე. ანუ უფასო ვერსია საკმაოდ ნელია ვიდრე ფასიანი ვერსიები და ასევე ფასიანი ვერსიებიც განსხვავდება შესაძლებლობით. მოკლედ, არ ვიცი ფაილჯიზე რომელი ვერსია დებს, მაგრამ უფასო არ იყო, შემთხვევაში კრეკი არ შემყავს და შესაბამისად ალბათ ის არის უფასო ვერსია, რომელიც გარკვეულწილად ნელა იმუშავებს. მაგრამ რა თქმა უნდა თავის საქმეს გააკეთებს. თავისუფლად მუშაობს მაღალ დისკებზეც, შეიძლება 2 ტერაბაიტიანი დისკიც კი დაამუშავოს, პრობლემა ამ შემთხვევაში არ აქვს, უბრალოდ პრობლემა არის დრო უფასო ვერსიაზე. არის პორტაბელური ვერსია, არის საინსტალაციო ვერსია და ასევე მეორე საინსტალაციო ვერსია და ეს რატო არის, არ ვიცი. ანუ რატო დევს არქივში, ეს არ ვიცი, ალბათ რაღაც განსხვავებული შეიძლება, კონკრეტულად რაღაც განსხვავებული ვერსია იყოს, ყოველ შემთხვევაში დიზაინი და ფუნქციები ერთი და იგივეა. თან პატარა 13 მეგაბაიტია, ეს სადღაც 21 მეგაბაიტამდეა პორტაბელური, რომელიც პირდაპირ შეგვიძლია ჩავთვალოთ. ასევე 23 მეგაბაიტიან საინსტალაციო ვერსიას მოყვება თავისი ვირტუალური დისკის დასაინსტალებელი პროგრამაც და შეგვიძლია ისიც გამოვიყენოთ. მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ტესტირება ჩავატაროთ პორტაბელურ ვერსიაზე, იმიტომ რომ რეალურად დიზაინი ერთი და იგივეა. რას საკეთებს პროგრამა და რისთვის შეიძლება მისი გამოყენება? პროგრამის მთავარი მიზანი არის დისკებთან მუშაობა, მას შეუძლია დისკების დაყოფა, ასევე როგორც ხედავთ, აქ არის დისკის შენახვა, ანუ ბექაპი, მდგომარეობაში და გამახსოვრება რა მდგომარეობაში ახლა იმყოფება, C ან D დისკები, შეგვიძლია ავირჩიოთ და next მივცეთ. ამ შემთხვევაში მე ახლა ვერ გავაკეთებ მის ტესტირებას, იმიტომ რომ მას დამატებით მიჩესელი დაჭირდება, ალბათ ტესტირებას რა თქმა უნდა ჩემი ჩესტერზე ვერ ჩავატარებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენად მარტივია მასთან ურთიერთობა, რომ ეს არც ისე პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასევე recovery ეს არის აღდგენა. ამ შემთხვევაში თუ რამე ინფორმაცია გვინდა რომ აღვადგინოთ, არსებობს შესაბამისი პროგრამა, რომლებიც მარტო აღდგენაზე მუშაობენ, მაგრამ ძირითადად საერთოდ როცა პროგრამა აღდგენაზე მუშაობს, მას აქვს ასევე ბექაპიც და მსგავსი ტიპის ფუნქციები დისკებთან სამუშაოდ. ეს ერთ-ერთი ასეთი პროგრამა არის. აქ შეგვიძლია აღდგენათ იმ ფაილებისა, რომლებიც არ ჩანს, მაგალითად AES ფაილი სისტემური რაღაც. მოკლედ, აქედან რომ სკანირებას მივცემ, ის იპოვეთ ფაილებს, რომლებიც ადრე თუ გვიან წავშალეთ. როდესღაც შეიძლება იყოს ერთი კვირის, ერთი თვის, რა თქმა უნდა, სასურველია რომ Windows-ი არ იყოს, იმის მერე გადაყენებული ამ შემთხვევაში ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ არის ფაილები, რომლებიც Windows-ის გადაყენების შემდეგაც რჩება სისტემაში. პროგრამა არის გერმანული, სხვათა შორის, ეს უნდა გვას, რომ მისი მწარმოებლები არიან გერმანელები, ყოველ შემთხვევაში აქ ესე ჩანს. და შეუძლია დისკის კლონირება. ასევე ეს რაში გამოგვადგება? შეგვიძლია ჩვენ მაგალითად Winchester-ზე, როდესაც ვაკეთებთ გადატანას სხვა კომპიუტერში, მაგალითად C დისკი მინდა რომ გადავიტანო აბსოლუტურად, ან თუნდაც მაქვს 500 მეგაბაიტიანი, ხო, ამ შემთხვევაში 500 გიგაბაიტიანი დისკი და მე მინდა გავაკეთო, ვიყიდე ტერაბაიტიანი დისკი და მინდა ამ დისკის კოპირება. ახლა იმისათვის რომ კოპირება გავაკეთო, რა თქმა უნდა, ყველა ფაილი უნდა ამოვიწერო და ასე შემდეგ. შემიძლია მარტივად აქ კოპი მივცე და იქ ჩავაინსტალირო, ეს ერთგვარი გამარტივებული საქმეა. მოკლედ, გააჩნია ესეთი ფუნქციები, რომლებიც არც ისე რთულად ჩანს, პირდაპირ შეგვიძლია იკონების საშუალებითაც მივხვდეთ თუ რომელი რას აკეთებს. რა თქმა უნდა, როდესაც ამ პროგრამასთან გვაქვს ურთიერთობა, სასურველია კომპიუტერი ვიცოდეთ იმ დონეზე, რომ ამას ეს გამოვიყენოთ, ეს არ არის დამწყებთათვის, იმიტომ რომ ეს არ არის დამწყებთათვის, რადგან ნაუცილებლად დავაზიანებთ Winchester-ს თუ არ გამოვიყენებთ მას სწორად. საერთოდ არც ერთი პროგრამა, რომელიც დისკებზე მუშაობს, არ არის სასურველი პირველად გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მაინც დისკია კომპიუტერის მთავარი ასე თუ ისე მეხსიერება და მასზე ინახება ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომლის დაკარგვაც ალბათ არავის არ უნდა, ამიტომ
როდესაც მსგავსი ტიპის ოპერაციებს ვაკეთებ, სასურველია, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის საუცილებელია, მაინც გავაკეთოთ ცალკე. გინდ ფლეშკაზე ჩავწეროთ, გინდ ნებისმიერ სხვა საგანზე, იგივე დისკზე. უბრალოდ ინფორმაცია უნდა იყოს დაცული. სულ ეს არის ახლა რაც ამ პროგრამის შესახებ შეიძლება ზედაპირულად ითქვას. დანარჩენი თუ გჭირდება მსგავსი ტიპის პროგრამები გამოვიყენოთ და მასთან ურთიერთობაში გავიგებთ.